მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, გრძელდება ჩვენი გადაცემები, გვიხარია რომ თანდათან გვემატება აუდიტორია, იზრდება ნელ-ნელა, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ რომ გამოიწერეთ ივერია პლუსი და თქვენ ყველაფერი გეცოდინებათ ჩვენი საყვარელი გუნდის შესახებ. დღეს ვფიქრობ საინტერესო გამოვა ჩვენი გადაცემა, რადგან დღეს ჩვენი სტუმარია ივერიის უფროსი მწვრთნელი, ბატონი ზურა ლომიძე, კარგად ნაცნობი ალბათ თქვენთვის. მოგესალმებით ბატონო ზურა და სალაპარაკო ბევრია ახლა საათში. შეიძლება ვერ ჩავეტიოთ, მაგრამ ვეცადოთ რომ ამოვწოდოთ. მაინც ეს რა თქმა უნდა ივერიაზე ვილაპარაკეთ, ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა ივერიის გარშემო ვისაუბრებთ და მოგესალმებით ზურა. მოგესალმებით. წარმატებები გისურვოთ. ძალიან კარგი წამოწყებაა და მედია მაყურებელი ნელ-ნელა კიდევ უფრო მოემატება ჩვენ ახს. ჩვენი სურვილიც ეს არის, მანამდე სპონსორზე უნდა გითხრათ აუცილებლად ჩვენ სპონსორზე, ბატონი მახო. მოგესალმებით მეგობრებო, ისევ და ისევ ჩვენი სპონსორია საკვებ დანამატების პირველი ქართული კომპანია ვიტამინი ფაუერი. ახალი ძალა სპორტში. მადლობა ისევ და ისევ მათ გვერდში გონისთვის. რომელიც ივერიის სპონსორიც არის. რა თქმა უნდა, ივერიის სპონსორიც არის. ახლა კი დავიწყოთ. მე ზურა ჩვენი გულშემატკივრები როგორი მობილიზებული ვიყავით რომ გადმოვედით სამდროში. მართლაც საოცრად დავიწყეთ ჩემპიონატი. ესე ისეთი მობილიზებული, ისეთი გუნდი, ისეთი რაღაც, მაგრამ აი მეორე წელში მივედით ცოტა წვალებით და ისე. მოდი პირველი წელი დავიწყოთ. არა, წლევანდელი პირველი 7 თამაში იყო, 6 თამაში. რაღაც აი გერმანიამ რო დაიწყო და ის რაღაც მსგავსი დავიწყეთ. ქუხდა და ბძინვარები და ივერი. კი, მოგახსენებთ, მე მართლაც კარგად დავიჯერ, მინდა რომ თავიდან დავიწყო. გუნდი როცა გადმოვიდა მეოთხე ლიგაში, ფაქტიურად ისე გამოვიდა, რომ მოუმზადებლები შეხვდით ჩემპიონატის დაწყებას, ნუ ვერ გავიგე. მაგას ხია მოუმზადებლები 7 თამაში მოუმზადებლები შარშანელთან შედარებით ის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები რამდენიმე ვიცით რომ გამოგვაკვდა, წამყვანი ფეხბურთელებზეა საუბარი. ლიდერები. კი დავიმატეთ შესაბამისად რამდენიმე ფეხბურთელი, მაგრამ ვფიქრობ რომ ის ძალა რაც წინა სეზონში ქონდა იგივე გიორგი ლაცავიძის სახით, ხარაიშვილის სახით, იქ იყო ირაკლი ცაგარეიშვილი, რომელმაც დატოვეს გუნდი შემდეგ ამ რამდენიმე შოთამაში ხელის გამოგვაკვდა. კი, რა თქმა უნდა, იყო შემდეგ ლუკა ბადრიშვილის ტრავმა, რომელმაც საკმაოდ მძიმე დაზიანება მიიღო, მაგრამ მაინც შეძლეთ გუნდის შეკროვა ისე რომ საბრძოლო გუნდი ყოფილიყო, იყო ერთი პრობლემა რომ დაგვიგვიანდა ამიდის გამო ბიტოლობის გამო გუნდმა გვიან დაიწყო 21 დღე ივარჯიშა გუნდმა სულ მოსამზადებელი ეტაპი და შესაბამისად ამანაც ხაშუში გავიარეთ. კი, ადგილზე გავიარეთ, მოსამზადებელი იყო შედგება ჩვენი სპორტ სკოლის სასტუმროში. ფაქტობრივად 20 დღე 21 დღე მომიწია მოსამზადებელი ეტაპი, ნუ მე საკმაოდ კარგად დავიწყეთ ჩემპიონატი. პირველი ფაქტია რომ მოსამზადებელი ეტაპი კარგად იმუშავა. კი, იყო, მაგრამ იყო შემდეგ პრობლემები, რაზეც გავამახვილე ყურადღებას იყო, რომ ჩვენ ერთ-ერთმა საკვანძო ფეხბურთელმა მესამე ტურის მერე დატოვა გუნდი, იქ იყო იგივე წეღან ნახსენები ლუკას ტრავმა იყო და ფაქტობრივად მოგვიწია ძალიან ბევრი გადანაცვლებების გაკეთება რა ტაქტიკაზე ჰქონდა ნამუშევარი 3-5-2-ზე მოგვიწია შეცვლა სხვადასხვა პოზიციების ფეხბურთელს სხვა პოზიციაზე უწევდა თამაში და იყო ასევე მე-6 ტურში მე-7 ტურში თან წაგებული матчის დროს წითელი ბარათები უკვე ამაზე ცალკე ვისაუბროთ კიდევ და ტრავმები, მცირე ტრავმებიც იყო შემდეგ და იყო ორი წაგებული თამაში, იმის მერე კიდე გუნდმა შედარებით გამოსურა თამაში და ბოლოს 5 თამაში წაუგებლად დავამთავრეთ და ბოლოს უკვე ძალიან მიზერული შანსები ჰქონდა თამაშების მოგების გამომდინარე იქიდან რომ
თალიდერებთან მოგვიწია შეხვედრა. იყო შანსი თამაშების მოგებისას, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩვენი კარის უსაფრთხოებას გავუკეთებინა აქცენტი, რომ ნაკლები გოლი გაგვეშვა თლიანობაში ისე დამთავრდა ჩემპიონატი, რომ გურიანა ჩხუტის მე ყველაზე ნაკლები გოლი გვაქვს გაშვებული, მაგრამ შეტევაში შედარებით გამიჭირდა ვერ გაგქონდა ბევრი გოლები და სამწუხაროდ მეოთხე ადგილზე დავამთავრეთ. ჯერ პირველი წელს არ არის დამთავრებული 13 ტურის მე. ხო, რაღაც უცნაური ფედერაცია ყველა იმაში ასე არის, ხო, ყველა ლიგაში. მესამე ლიგაში ერთი ტური გადაყვა მეორე წელში არ დამთავრებული. და რატო კეთდება ასე? ვერ გეტყვით. ზაფხულის შესვენება ძირითადად ყოველთვის ამ პერიოდში ამ პერიოდში ის ტურები. ანუ ჩვენ ორი თამაში გადაყვა. ორი თამაში კი იბერიასთან და ზესტაფონთან, პირველი წლის ორი თამაში გადაყვება თორფები აგვისტოს როდის ახდება? 12-ში ახდება. იბერიასთან ვიღებთ აქ. არა, გასული. ანუ ეგეც დაემთხვა, რომ 13 ტურიდან 7 გასვლა ქონდა, 6 სახლის. ხო, ახლა 9 თამაში გვაქვს თუ არ ვწდები საფში, მე 2 წელში 7 გასვლა. მეტი თამაშები სახში გვაქვს და გუნდი შესაბამისად მოემზადება და გაძლიერდება. ჯერ არაფერი არ არის დაკარგული, ჩვენ სეზონის დასაწყისში როცა ვსაუბრობდით მიზნებზე, პირველი მიზანი იყო პროგრამა მინიმუმი იყო, გუნდი არ უნდა გავარდნილიყო მეოთხე ლიგიდან და 10-ული იყო მაქსიმუმი. ისე დამთავრდა, რომ ყველანაირად არის იმის შანსი, მით უმეტეს რამდენიმე კონკურენტთან ჩვენ მოედანზე გვაქვს სათამაშო. თუ იქნება იმის საშუალება, აუცილებლად გუნდს სჭირდება გაძლიერება, რამდენიმე გუნდს ფაქტიურად 13 ტურიდან 10 ტურის ერთი ცენტრალური მცველი თამაშია გუნდმა. ეს ძალიან დიდი პრობლემაა, ხო ვიცით, რომ ცენტრალური მცველები ზოგადად პრობლემაა, მით უმეტეს, როცა გუნდის აშენება გჭირდება, ეკარიდან. ზური აი მაგაზე როდეში გაწყვეტინებ, აი ვიცი წავიდა ჩვენი შუა სეზონიდან რო წავიდა. ვალდებულება არაფერი ქონდა იქ. კარგად ვიცით, რომ ამ მეოთხე ლიგაში კონტრაქტები არიდება, მით უმეტეს, როცა ფეხბურთელი სხვა გუნდში არ აგრძელებს კარიერას და ამთავრებს თამაშს სხვა გუნდში არ აგრძელებს, ამ შემთხვევაში არანაირი ვალდებულება არ აკავშირებს კლუბის მიმართ. ანუ რაღაც უცნაურ სიტუაციას ვიღებთ, რა. ესე იგი შეიძლება ნებისმიერ აღარ თამაში წავიდეს გუნდი და რაღაც უცნაური სიტუაცია. პირადი გადაწყვეტილება იყო. სავალდებულო არ არის კონტრაქტები, სავალდებულებს, მაგრამ შეიძლება რომ დაუდგო. აი მესამე ლიგიდან უკვე კონტრაქტი. მესამე ლიგიდან კი პროფესიული ლიგა, მესამე ლიგა. ჩვენ ნახევრად პროფესიული. მეოთხე ლიგა ნახევრად პროფესიული ლიგა და მესამე ლიგაში იგივე აი ლიცენზირება უნდა გაიაროს კლუბმა აუცილებლად, ერთ-ერთი ეს ლიცენზირებას ფასიანია, ხო? ნუ აქ ძალიან ბევრი კრიტერიუმებია, რაც ფინანსებთან არის დაკავშირებული ამ საკითხების მოგვარებად. ეგ არის ფეხბურთელების კონტრაქტები, ასაკობრივი ჯგუფების მწვრთნელების ლიცენზირება და ანუ უკვე მეორე გუნდსაც მოგწევთ ჩვენ, ხო? არა, მეორე გუნდი ანუ იმაში არ დევს, მოთხოვნებში არ არის, მაგრამ ალბათ ჩვენი სასურველია, წელსაც სასურველი იყო, რომ ჩვენ ყავს U17-ის გუნდი, რომელიც ახლა იმერეთის ჩემპიონატზე იქაც მე და ზაზალაცაძე ვართ მწვრთნელები, იმერეთის ჩემპიონატზე 14 ტურის მე პირველ ადგილზე არიან ეს ბიჭები. კარგი ბავშვები მოდიან, ხო? კი, საკმაოდ კარგი ბავშვები არიან და ძალიან კაი იქნებოდა, რომ ვცდილობთ, რომ ნელ-ნელა ადაპტაცია გავუკეთოთ პირველთან და ჩვენი ფეხბურთელებით, რაც კურსი გვაქვს აქამდე გქონდა, რომ ადგილობრივ ფეხბურთელებზე ვაკეთებდით ყოველთვის აქცენტს, იგივე გვინდა რომ გავცელდეს, კარგი იქნებოდა რა ფეხბურთელი წელს ვეთამაშეთ რეგიონულ ლიგაში და მეტი გამოცდილება იქნებოდა. პლუს იქ იბერიაში ყავს ერთი ახალგაზრდები, ვისაც არ უწევდა თამაში და რეგიონულ ლიგაში მიიღებდნენ გამოცდილებას და მოემზადებოდნენ მეოთხე ლიგისთვის და სამწუხაროდ წელს არ მოხერხდა და მომოწეს თუ ასე იქნება, ანუ თუ მეორე გუნდი შექმნება, აუცილებლად მეოთხე ლიგაში იქნება? მეხუთეში, კი, აუცილებლად მეხუთეში. მეხუთეში დაიწყებს. სადაც პრობლემა არ არის, არ იქნება გავარდნა. არა, იქ არ არის, იქ თუ მოხდები სიტყვაზე რამ 9 გუნდია თუ არ ვწდები, რომელიც ფინანსდება ფეხბურთის განვითარებას. 50,000-იან დაფინანსებას აი პირველ 9 40, ხო. და პლუს ეს ბავშვები გაიზრდებიან. ეს აუცილებელია, მე ვფიქრობ, უნდა გაკეთდეს მეორე. კი, წელსაც ხონდა მაგის მცდელობა სამწუხაროდ არ მოხერხდა. ყველა გუნდი თითქმის ცდილობს, რომ განსაკუთრებით ზემოთ ლიგებში ვინც არიან, რომ რეგიონულ ლიგაში კონტრაქტები არ არის აუცილებელი და დასარეგისტრირებლად იყენებენ ქვემოთ არიან ასაკი შეზღუდული 21 წელია თუ 21 წელზე დაბლა თუ შემოძლებას მაღლა არ შეუძლია ვათამაშოს. მაშინ რეგიონულ ლიგაში ორი კაცი შეუძლია ზემოდან ასაკში ვინც ვერ ჯდება ისინი დაამატო. დანარჩენი ახალგაზრდები უნდა იყოს. გასაგებისთვის ძალიან მისაღებია რა. ზური, ახლა თითქმის თვენახევრიანი შესვენება გამოგვდის, რა ხდება გუნდში და რას ვაკეთებთ? ნუ ჯერჯერობით გუნდში
ცვლილებები ნაკლებად არის, რომ დაგტოვა ორმა ფეხბურთელმა, მალხაზ კაკაბაძემ და გიორგი კუჭულიამ, მანაჩენის ყველა ჯერჯერობით მიზეზი? ჩამოსული ფეხბურთელები იყვნენ და ვფიქრობ, რომ ადგილობრივი ფეხბურთელები შევცვალოთ ეს ფეხბურთი. გვაქვს რეზერვი. ვცდილობ, რომ აი ახლა წინა მიზეზს ვსაუბრობთ იმ ასაკობრივი ჯგუფიდან, უჩვენებიდან ამოვწოთ რამდენიმე ფეხბურთელი და ვფიქრობთ, რომ ეხლა თუ არა ერთ წელიწადში მაინც ეს აუცილებლად სასურველიც ამ მეოთხე ლიგაში მაინც ითამაშო. ჩვენი კურსი ყოველთვის ეგ იყო, რომ ადგილობრივ კადრზე გავაკეთებინა აქცენტი, რომ ფინანსურადაც ბევრად მომგებიანია, გულშემატკივარიც უფრო იცნობს ადგილობრივ ფეხბურთელებს და ვფიქრობ, რომ ჩვენი კურსი ყოველთვის ეს უნდა იყოს, რომ ადგილობრივ ფეხბურთელები გამოავითაროთ და თუ უკეთესი შემოთავაზება ეხება ხელს აუშვით ხოლმე ეგ შემთხვევაში უნდა წავიდოთ და განვითაროთ. თავისთავად. ფინანსები ახსენე ზურად რა ხდება ამ კუთხით? ფინანსები ძალიან პრობლემური თემაში. ეს მარტო ჩვენ არ არის მე რამენაც და ასე თუ ისე საქმის კუთხე ვარ ყველა ამ ლიგის ყველა გუნდში არის მსგავსი პრობლემა. კი, ეხლა ვიცით, რომ ლიგა 4-ის ყველა გუნდი ფინანსდება ფეხბურთის განვითარების ფონდიდან და 120.000-ია დაფინანსება ყველა გუნდზე. 120.000 ფიზიკურად მარტო თამაშებზე რო იარო გასვლა სახში და ორგანიზების საკითხებისთვის არის და სამწვრთნელო შტაბისთვის რაღაცა მინიმალური ანაზღაურებები ამას თუ ეყოფა ეს. ამის გარდა გუნდს თავისთავად ხელფასები პრემიალური თანხები ჭირდება და ეს მოსაძიებელია. მადლობა რომ ხაშუში ჩვენ რამდენიმე ბიზნესმენი გვეხმარება ისევ რომ დღევანდელ დღემდე ისე მოვეთ რომ გუნდში დავალიენებები ნაკლებია ფაქტიურად ყველა თვეში ფიჭირმა ხელფასები პრემიების ყველა ბოლომდე აიღეს და იმედი გვაქვს რომ ესე გაგრძელდება, მაგრამ გასაძლიერებლად და გუნდმა მაღალი ბიზნესი გუნდი საჭიროებს გაძლიერებას ამაზე თანხდებით, ანუ ისე ფინანსებია მოსაძლებელი. ყველა პოზიციაში გვინდა თითქმის ყველა პოზიციაზე, თუ არ ჩავთვლით მეკარე ყავს ჩვენ. ორი შესანიშნავი მეკარე ყავს. ერევია ჩეკოვა სამი მეკარე ყავს შეცვლებსაც გუნდში ვენდობით. ფაქტიურად ეს პრობლემა არ გვაქვს. ცენტრალური მცველის ძალიან დიდი პრობლემა, ფაქტიურად ისე ვითამაშეთ მთელი 10 ტური რო ერთი ცენტრალური მცველით ვიყავით და სხვა პოზიციებზეც თითქმის ყველა პოზიციაზე თუ ჩვენ მაღალი მიზნებისთვის უნდა ბრძოლა აუცილებლად გაძლიერება რა თქმა უნდა. არა და შანსი არის. რა თქმა უნდა თუ ჩავხედავთ ჩვენ ცხრილს კალენდარს თუ ჩავხედავთ სამი ქულა დაშორება მესამე ადგილოსთან ერთი თამაში ფაქტიურად შემდეგ პირველივე ტურში შესვენების შემდეგ იბერიას ვეთამაშებდი და თან პირველივე ტურში მეორე ტურში იბერია ლიდერს ხვდება. კი, ალბეთი იბერია, მაგრამ კიდევ ერთხელ განმეორდები რომ ამ ბიჭებმა მაქსიმუმი გააკეთეს ეს რაც იყო, აი თავიანთი მაქსიმუმი ჩადეს ყველა თამაშზე, თითქმის ყველა ფეხბურთელი ბოლომდე იხარჯებოდა, მე გულშემატკივარიც გრძნობდა მათ ამ სულსა და გულს მოედანზე, მე პირადად ყველათი ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ არ ველოდებოდი ბევრმა ფეხბურთელმა ისეთი პროგრესი განიცადა და ფაქტიურად გუნდის 80%-ს ლიგა 4-ში თამაშები არ ჰქონდა, წელს პირველად ითამაშეს და მე ვფიქრობ, რომ ღირსეულად. არა, მე გეთახმები, ახლა მე გულშემატკივრის პოზიციიდან აი თავსა და ხელშუა გაიზარდნენ ჩვენი ფეხბურთელები, რა შედარება ახლა თქვა ჩაშანწიმდელ ბიჭებსა და წლებადელში შედარება არ არის. უკვე მათში პროფესიონალიზმი მეტია ვიდრე მოპარულები. ზურა ძალიან მინდა შევეხოთ ამ თემასაც, აი ძალიან ბევრი წითელი მივიღეთ. დაახლოებით 5-13 თამაში 5 წითელი ბარათი ჰქონდა და ნუ მე ვფიქრობ მაგის თანაც აი ზოგ შემთხვევაში თითქმის არაფრისგან მივიღეთ. დაახლოებით ჩვენი პრობლემა ყოველთვის იყო ხოლმე ეს მარტო წელს არა, შარშანი მე სადღაც 5-4-5 წელია მუც ეს პრობლემა აქვს და ხშირად არის ხოლმე როცა არაფერში წითელ ბარათს ვებულობ და მე არის ორთამაშიანი, სამთამაშიანი კვალიფიკაციები და ძალიან რთულია აი ამაში რომ საჯიდა როგორც ესე ახლა გულშემატკივარი აი საჯადანაშაულებს ხოლმე მაგრამ აი მეხუთე ლიგაში იყო რაღაც ლაფსუსები საჯობის მე რასაც წელს უყურებ და ბევრი თამაში ვნახე თითქმის ყველა თამაში ვნახე შეიძლება ითქვას აი საჯები ცუდად არ საჯობ კი გეთანხმებით აკო ძირითადად ჩვენი პრობლემა მე ერთ მიზეზს დავასახელებდი რაც ეს მენტალური პრობლემაა კი რა თქმა უნდა და ვფიქრობ რომ ძალიან მოქმედებს ის რომ ძალიან ახალგაზრდული გუნდი რა ფაქტურად გუნდში სულ ახალგაზრდები არიან და რა არის საშუალო საკითხი ჩვენ თუ არ ჩავთვლით
ჩვენ მეკარეს ბორიას 22 წელია საშუალო ასაკი. ყველაზე უფროსი არის ნიკა ივანიშვილი და ოტო ხაჯიძე. დანარჩენი ყველა არიან 2001-იანები არიან ყველაზე არა, ძალიან პერსპექტივაში ანები არიან, სამიანები და კიდე შედარებით დაბალი ასაკის ბიჭები, შემადგენლობაში ზამე შეცვლილ შედიოდნენ და ძალიან პერსპექტიული ბიჭები არიან. ვფიქრობ, რომ ვერმაგუნმა კიდეც დაადგა თვალი ამ ბიჭებს და თუ შრომას გააგრძელებენ, პერსპექტივა აქვს თუ ბევრი. მე გეთახმები ახლა ფედერაციის საიტზე ვნახე და ძალიან გამეხარდა სხვათა შორის. აღნიშნულია რატო არა სკაუტები, რატო არა აქციონერულ ყურადღებას ასეთი თემა იყო დაბალ ლიგებსო და ძალიან გამოარჩიეს ჩვენგან ზაზიკაშვილი და გამოარჩიეს სანდრო ხაჩიძე, რომ მისაქცევია სოლი ფეხბურთელი, მისაქცევია ყურადღება და გამეხარდა, რომ იბერიიდანაც უკვე არიან ეს ბიჭები, რომლებსაც პირველი ლიგის უმაღლესი ლიგის მწვრთნელებსაც კი ურჩიეს. ამ ბიჭებს მიაქციათ ყურადღება. მობრივია რომ სხვებზეც იყო ბევრზე ლაპარაკი, მაგრამ ჩვენგან იყო სანდრო ხაჩიძეზე და ზაზიკაშვილზე საუბარი. ამ ბიჭებმა ძალიან დიდი პროგრესი განიცადეს ფაქტურად 5-6 წელია ჩვენთან ჩვენ თვალწინ არიან ეს ბიჭები და იგივე აღნიშნავ ზურაზუმბაძის თამაშს იგივე ეს მოუმატეს გეთახმებით, მოუმატეს ყველას ჩამოთვლა შორს დაუყვანს არის ძალიან დიდი პროგრესია და ამ ბიჭებს და ვფიქრობ რომ მათ აქვთ იმისი საშუალება და პოტენციალი რომ კიდევ უფრო განვითარდნენ და უკეთეს კლუბებში თუნდაც ხაშურში სხვა მაღალ ლიგებში შემდეგ წლებში ითამაშონ. თვითონ როგორ იყიდებია აი თქვა სავარჯიშო პროცესს? კი, ძალიან მონდომებულები არიან და აისახა კიდეც. აისახა. განსაკუთრებით სტიმული მიცათ, როცა მეხუთე ლიგიდან ამოვედით და უფრო მაღალ ლიგაში დავიწყეთ თამაში, იმიტომ ამ ბიჭებს ჰქონდათ სურვილი რომ დაინტერესებინათ, რომ მეტი შეუძლიათ და ვფიქრობ, რომ წელს ერთ-ერთი საუკეთესოები არიან ამ ლიგაში რა, რამდენიმე ფეხბურთელი განსაკუთრებით და კიდეც გაიზარდა სხვა გუნდების მოთხოვნები ალბათ იქნება, ფეხბურთელი როცა გულშემატკივრის მოთხოვნაც არის, არა და ხაშურის გულშემატკივარიც არის. რაღაც განსაკუთრებული გულშემატკივარი ყავს. როგორ უყვართ ფეხბურთი? ტრადიციაც ბევრს ნიშნავს. ტრადიცია მოქმედ. აი თქვენ ვახო როშიანა. როდის იყო ბევრი მაყურებელი? თქვენ მაშინ უმაღლესი ლიგა იყო და მაშინ მათ შეიძლება მაყურებელი მეტი იყო. ცოტა რთული შესაძლებელია, მაგრამ მაშინ ძალიან ბევრი სტადიონი ვინახიათ გავსილი იყო შირშემთხვევაში. მაშინ აი ძველ სტადიონზე ვამბობ 8000 კაცი ეტყოდა 8000-ს მინახავს. გახსნის დროის გამაშტი გალიზიურთან 11,000 იყო როგორც ვიცი. ხო არა ბევრს უნდა დიდი ძალა შემოთქვარი ყველა თამაშზე ახლა სულ პრობლემაა საქართველოს უმაღლეს ლიგაში პრობლემაა ფეხბურთელები ხშირად აღნიშნავენ რომ ძალიან წინაშე არა ჩვენ არა გვაქვს ეს პრობლემა მეთის წყალობით ახაშურში ძალიან უყვარს ყველა გუნდს უხარიათ ჩვენთან ჩამოსვლა ჩვენ მოედანზე თამაში ალბათ მონატრებულები არიან კიდეც აღნიშნეს თორსტე მარტვილის მერანი იყო ჩამოსული და დამთავრდა თამაში კიდეც შემდეგ თამაშის მე გამირეკეს მადლობები მოიხადეს რომ ესეთი გარემოში და ესეთ პირობებში ხო რა თქმა უნდა რა სარიალის სტადიონი ლიგაში ვართ არ მითამაშია და ყველა კმაყოფილია რა იმით რომ ჩამოდის განათებულ მოედანზე ესეთ გარემოში გულშემატკივრის წინაშე როგორც თამაში ყველა სიამოვნებელია ზურა თუ ყავს აი ვამბობთ რომ პოზიციის გაძლიერება გვინდა თუ ყავს აი შეგულებული თუ ასე შეიძლება რა თქმა უნდა ჩვენ ამ რამდენიმე თვის განმავლობაში ვაგვირდებოდით სხვა გუნდების ფეხბურთელებს იგივე მესამე ლიგის სხვადასხვა ლიგებში მოთამაშე ფეხბურთელები და ყავს რამდენიმე ფეხბურთელი მონიშნული რომ გააჩნია ჩვენ ფინანსურ შესაძლებლობებს რომლებთანაც საუბარი შედგა კი არის რამდენიმე ფეხბურთელის პასუხს ველოდებით გვაქვს კონტაქტი ამ ბიჭებთან და თუ მათი სურვილიც და თუ ფინანსები და სურვილი ერთმანეთს დაემთხვა ფინანსური შესაძლებლობა. ხო თავისთავად ყველაფერი მაინც ფინანსებთან მიდის, ბუნებრივია ეს, ბუნებრივი სხვანაირად არ შეიძლება. ჩვენ ფაქტიურად შარშანდებთან შედარებით რომ უნდა გაზრდილიყო გუნდის რა თქმა უნდა ლიგით ზევით ავედით და უნდა გაზრდილიყო ჩვენი შემოსავალი ესე ვთქვათ პირიქით უფრო ნაკლები ფინანსები მიწევს წელს თავს გასვლა და რთულია რა როცა შარშან მაგალითად რეგიონ ლიგაში 5-დან ორი თამაში იყო ისეთი სადაც მაქსიმალური ძალების დახარჯვა გვიწევდა ყველა ტურში გვიწევს რომ თავისთავად ყველასთან ადვილად ვერავის ვერ მოუგებ ვერავისთან ვერ დავყავ ზურა როგორც წესი როდესაც იწყება ხოლმე ჩემპიონატის გინდაც მეორე წელი იწყება ხოლმე იგეგმება რომ ახლა დარჩენილი გვაქვს 16 თამაში ხო 17 თამაში ეს 17 თამაში არის 51 კუბი რამდენ ქულას გეკმავთ მაინც კიდევ ერთხელ იქ მაქსიმუმზე ლაპარაკი ახლა 51 ქულა ალბათ შეუძლებელია იქ მივდივარ მაინც რომ როგორ გაძლიერდება გუნდი როგორ მომზადება
ამ კონტინენტით მე ბიჭო კიდევ ერთხელ განმეორდებ, რომ ძალიან კარგი ფეხბურთელები ყავს, დიდი მადლობა ყველას აბსოლუტურად. ამ ლიგაში კი არა, ბევრად უკეთეს ლიგაში თამაშს იმსახურებენ, მაგრამ გვაქვს ათთარიგო სკამის პრობლემა, სადაც აუცილებლად გვჭირდება, რომ ამდენიმე თამაში ისე ვითამაშოთ. პრობლემა კი არა, ფეხბურთელების დამატების გარეშე ძალიან ძვირ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ეს ბიჭები ცოდოები არიან 9-10 კაცის კისერზე გადაიარა 13-მა თამაშმა შეუცვლელად ითამაშეს ბიჭები. ისე მე მithვლიდი, ახლა მე გულშემატკივრის პოზიციიდან ბუნებრივია მithვლიდი, ამ 51 შესაძლებლობიდან 40 ქულა სამეულში მოგვაყვებებს. კი, 40 ქულა პლუს 25 65 1000%-იანი სამეულში მოხვდებით ხო. მაგრამ მე დაზურავ ლაპარაკობთ, სადღაც 57-58 ქულა სავარაუდოდ სამეულს უნდა იყოს. საკმაოდ დიდი კონკურენციაც არის ხლა. არის. კი, ესეთი გუნდები არიან, რომ ძირითადად თანაბარი დონის ჩვენ ახლა ალგეთს სახში ვიდით, ერთ-ერთი ლიდერს. ალგეთი კი ჩვენ იბერიასთან ორივე თამაში სათამაშო. კი, იბერიასთან ორივე. პირველს გასვლას თამაშობ, ხო? კი, გასვლას და შემდეგ სახში. შემდეგ სახში. არ არის კალენდარი ისეთი კალენდარი, ისეთი გუნდები არის, რომ თუნდაც სახლის თამაშის სხილს არა დიდი მნიშვნელობა. ყველა გამოდის, ბოლომდე იხარჯება და ადვილი თამაში ფაქტიურად არავისთან არ ქონია და არც სხვა გუნდებს არ ქონია. ნახოთ, რომ აი ლიდერები თუნდაც იბერიას სხილი ვნახოთ, რომ ისეთი თამაშები წააგო, რომ სხილში დაბლა არის სიტყვაზე ის გუნდები. ანუ ვერ დაგეგმო ვერავისთან ისეთ. სულ მაინტერესებს ისე იბერია მისი გუნდია. იბერიას ყავს ძალიან გამოცდილი და ძალიან კარგი წვრთნელი გუბას დოლიძე, რომელიც გუბას დოლიძე წლების განმავლობაში ძალიან კარგად მუშაობდა, ცნობილია თავისი მეთოდებიდან. მეკარე იყო ხო? დიდი პატივსცემ, ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს რეგიონი კიდევ ხშირად გვიწევდა ხო. ანუ თბილისის ბაზა თბილისშია? კი, თბილისში ვარ. და ერთი მაგარი სტატისტიკა გვაქვს, არასოდეს იბერიასთან თამაში არ წაგვიგო. არც წავაგებ. მეთოგის არც წავაგებ. ხეზე დავაკապოთ ხო წესია იყო ხეზე უნდა დააკარგო. გამიში ვახო. ეხლა კი ჩვენი კითხვა. კითხვა ასეთია. 2002 წელს ხაშურის ივერია აღზევდა პირველ ლიგაში. გულშემატკივრებს ყველას გემახსოვრება. გადამწყვეტი მატჩი ჩატარდა ქობულეთში. ვანის სულორთან შეხვედრაში. ეს შეხვედრა ივერიელებმა მოიგეს 11 მეტრიანების სერიით. კითხვა ისმის ასეთი. ვინ გაიტანა ხაშველთაგან გამარჯვების მომტანი 11 მეტრიანი? გადამწყვეტი 5-4 მოვიგეთ 11 მეტრიანებში. ჩვენი არხი გამოწერილი უნდა გქონდეთ და პირველი კომენტარის ავტორი მოიგებს ალექსანდრე იაშვილის მაისურს. ჩვენ შეგვიძლია მაისურის მოჩვენო. ზურპასი. ზურპასი მაისურია. შესაძლოა. ჩვენ არ შეგვიძლია ეს. ჩვენ რა თქმა უნდა. ზურა, იმედია ჩვენ ეს ტელემაყურებელიც კი პირველად ხვდებით, მაგრამ ხშირად გაგზერდება. იმიტომ რომ პირველი პირისგან პასუხები ყველაზე მისაღებია და ყველაზე ახლოს ადგას იმ რეალობასთან, რასაც ივერია უნდა შეეჯახოს. ამიტომ დღეს პირველი შეხვედრა, მაგრამ იმედია ხშირად შევხვდებით და ერთად მოწვევისთვის წარმატებებს ვისურვებთ. თქვენ წარმატებები და იმედია მეორე წელში ივერია კიდევ უფრო გაახარებს ჩვენ ქალაქს და გულშემატკივრებს. ჩვენ კიდევ მოგიწოდებთ დამშვიდობების სირო, გამოიწერეთ ჩვენი არხი და თქვენ ყველაფერი გეცოდინებათ ჩვენ საყვარელ გუნდზე. მადლობა ყველას. Viva! Viva!